კონკრეტული გადაწყვეტილებები განცხადებების ნაცვლად ასეთია ოფიციალური თბილისის რეკომენდაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისამართით. ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადება, რომელშიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან ახსენებიდან ნათქვამია, რომ ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ერთგული რჩება ხელისუფლებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ქართველი სამხედროების მასშტაბური კონტრიბუცია ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში, თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გატარებული რეფორმები. მმართველი გუნდი ალიანსს მრავალწლიანი თანამშრომლობის მაგალითებს ახსენებს და უსამართლო დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით თბილისის პოზიციაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას განცხადებები ვერ დაიცავს. ბურთი, რომ სამხედრო ალიანსის მოედანზე ამას ოპოზიციის ნაწილიც ადასტურებს. თუმცა, რამდენად მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა ალიანსის წევრებს შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე კითხვის ნიშნებს აჩენს რუსეთის ბოლოდროინდელი მოთხოვნები და ალიანსის წევრი ქვეყნების არაერთგვაროვანი პოზიციები. სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა. სიტყვისა და საქმის ერთიანობის აუცილებლობაზე მთავარი აქცენტებით მმართველი გუნდი იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც ნატოს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა. ბოლო პერიოდში დაპაუზებული ურთიერთობების ფონზე ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის კიდევ ერთხელ გამოხატული პოზიცია, რომ ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს და ერთგული რჩება ბუქარესტის 2008 წლის სამიტსა და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ხელისუფლება დადებით სიგნალად მიიჩნევს, თუმცა არასაკმარისად. ამ არასაკმარისობას კი სიტყვებს არ მოყოლილი საქმით ხსნიან, საქმით, რომლის საბოლოო მიზანიც ნატოს წევრობაა და რომლისთვისაც საქართველოს წლების განმავლობაში თავი არც საქმეში დაუზოგავს და არც სიტყვაში. მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ მისიებს, ავღანეთის მისიას, საქართველო წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ავღანეთში. 1000-1500 ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი ისიც შტაბში. ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გაკეთებული იყო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა მნიშვნელობა საქართველოს მნიშვნელობა ნატოსთვის და ასევე გვეჩვენებინა ნატოს მნიშვნელობა საქართველოს. ეს ყველაფერი ვაჩვენეთ. კარგია განცხადება, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ დაიცავს და ეს ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, რომლის მიმართაც ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, ყველა ხვდება, რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლადაც და ზოგადად პოლიტიკურად ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლადაც. ეს რა თქმა უნდა არის ორმხრივი პროცესი, ეს არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოსია დამოკიდებული. დიდწილად ეს არის დამოკიდებული ევროკავშირის და ნატოს მხარეს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ წლების მანძილზე სანდო პარტნიორობა საქართველოს ნატოს თუ ევროკავშირს არაერთხელ და არაერთი საქმით დაუმტკიცა. შესაბამისად ახლა პარტნიორების ჯერია. სიტყვას საქმეც მოაყოლონ. თუმცა, მაშინ როცა მმართველი გუნდი ნატოსა და ევროკავშირის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ქვეყნის შიგნით ოპოზიცია მთავარ პასუხისმგებლობასა და პარტნიორობის მიმართ დამოკიდებულებას სწორედ ხელისუფლებას უწუნებს. ისე როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციას არც ნატოსთან მიმართებაში გაუშვია შანსი ხელიდან ესაუბრათ ხელისუფლებასა და ხალხს შორის სხვაობაზე. საქართველოს მსახურებს დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არა და ეს გუშლის ხელს. ჩვენ ყოფილიყავით ხელისუფლებაში და 26 ოქტომბერს არჩევნები არ გაყალბებულიყო, ნახავდით ევროკავშირის და ნატოს განცხადებებს, არათუ განცხადებებს, არამედ ნაბიჯებს საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში შეიძლება ითქვას, რომ ნატომ კიდევ უფრო მეტად შემოიტანა პოლიტიკური კომპონენტი. ამიტომ თუ შენ გინდა გაწევრიანება, პოლიტიკურ ნაწილშიც კარგად უნდა იყოს. ამიტომ ჩვენი მიზანი დღეს უნდა იყოს ეროვნული ინტერესების პრიზმაში, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკური და დემოკრატიული მომენტიც იყოს გამართული და ის შემდეგ შევძლებთ უფრო მეტი ნაბიჯები გადავდგათ წინ. რაც შეეხება ნატოს, რა თქმა უნდა, ნატომაც ბევრად უფრო მეტი უნდა გააკეთოს ჩემი აზრით, ბევრად უფრო კაფეთ უნდა იმოქმედოს და ბევრად უფრო მალე უნდა გახსნას კარი საქართველოსთვის. ოპოზიციიდან გრიგოლ გეგელია დღეს ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომელმაც ხელისუფლების პასუხისმგებლობის გარდა ნატოს მხრიდან მისაღები გადაწყვეტილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა. თავის მხრივ, როდესაც საკითხი ნატოსა თუ ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება, მმართველი გუნდი ოპოზიციას არ პასუხობს, არამედ მათი პასუხებით და მოლოდინებით თავად ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მხრიდან მისაღებ გადაწყვეტილებებს ეხება. მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. იმ რეგიონში, სადაც საქართველო იმყოფება, ცარიელი
სიტყვები ვერ გააჩერებს ვერანაირი მტერს და ვერანაირ მომხდურს. საქართველოს ამ 17 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ერთგულია გლობალური უსაფრთხოების და ნატოს ძირითადი ღირებულებები. მე მგონი დადგა დრო ლამაზი, ფუჭი, цаრიელი სიტყვების ნაცვლად კონკრეტული საქმით დაამტკიცონ ყველამ, რომ ისინი ნამდვილად ერთგული არიან როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად ამ რეგიონის უსაფრთხოების. საქართველოს უსაფრთხოებისათვის ნატოს წევრობა მნიშვნელოვანია, რასაკვირველია ცალსახად ამ საკითხის განხილვა ხვალ. ანუ ახლოვეს მომავალში ესე ადვილი არ არის, თუმცა მომავალში იმედი გვაქვს, რომ დიდი ძალები ერთმანეთთან შეთანხმდებიან გარკვეულ პრინციპებთან დაკავშირებით, რაც მსოფლიოში უსაფრთხოებას გულისხმობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატოს თან ურთიერთობის ის ფორმა, რომელზეც არასდროს უარი არ გვითქვამს. მომავალში ვნახოთ, რასაკვირველია ჩვენ არც ვცვლით ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო კურსის მიმართულებას. ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ეს ქვეყნის კონსტიტუციაში 78 მუხლშია გაწერილი, თუმცა, როცა საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციას და მის წევრობას ეხება, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას ორმხრივი თანხმობა სჭირდება. ამ წევრობის სიტყვიერი თანხმობა საქართველოს ჯერ კიდევ წლების წინ აქვს მიღებული, როდესაც მაგალითად 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. თუმცა, ღია კარისა და სიტყვიერი მხარდაჭერის ფონზე მთავარი გადაწყვეტილება ჯერ ისევ მისაღები რჩება, რადგან ალიანსის წევრ ქვეყნებში კონსენსუსი ამ საკითხზე ისევ არ არსებობს.